ჭხრეკა მიმდინარეობს ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში. საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა ადამიანის უფლებათა ცენტრის დირექტორის ალე კოცკიტიშვილისა და აქტივისტის მარიამ ბაჯელაძის სახლებშიც. პროკურატურამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა. მიკეტეკარები ხო? გათიშეთ ტელეფონი. არ გავთიშავ ტელეფონს ლაივში. შემთხვევაში ტელეფონს არ მოგცემთ. მომეცით ცად წერია თქვა. ხალხო მიშველეთ ეთყობა ამ შეძახილებს ელოდნენ ჩემი სახლიდან და ფიქრობდნენ რომ რაღაცა მე შესაბამისად რაღაცა ხალხის მობილიზება შეუწყობდი ხელს, რაც გამორიცხულია, იმიტომ რომ ხალხის მობილიზება იქნება იქ, სადაც საბოლოო ჯამში რუსი მთავრობა მაინც დაემხობა, ეგ მთავარი მობილიზება ქართულმა ოცნებამ უნდა იცოდეს, რომ მოხდება მაშინ, როდესაც ქართველი ერი მისი უდიდებულესობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ რუსული მთავრობა უნდა დაამხოს. აი იქ იქნება მთავარი მობილიზება. არ გავცნობი ვართ, იმიტომ რომ კანონით ამის უფლება არ აქვს, თუმცა ჭხრეკის ფონდების დაყადაღების დროს ჩაგუბარდა დოკუმენტი, რომელთაც ჩანდა რითი დაიწყო გამოძიება. სახლის გაჭრიკეს. არ, ტელეფონი ჩემი მარტო მოკერა. მოვიდნენ და გააკეთეს რაღაც, წაიღეს ტელეფონი. და კომპიუტერი? კომპიუტერი, რომელიც მარიამის არ არის. მარიამის დედის კომპიუტერია. საქართველოს პროკურატურაში საბოტაჟის დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია 2025 წლის 17 მარტს ყადაღა დაედო ნანუკას ფონდის, პროსპერიtis, ფონდი ერთმანეთისთვის 24/7-ის, სირცხვილიას და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის საბანკო ანგარიშებს, რომლებიც მონაწილეობდნენ საზოგადოებრივი წესრიგის წინააღმდეგ ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებული პირების და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ უზრუნველყოფაში, ისევე როგორც სამართალდამრღვევი პირებისთვის დაკისრებული ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდაში. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის მტკიცებულებითი მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის და დოკუმენტაციის მოპოვების მიზნით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული იქნა განჩინებები ეგრეთ წოდებული ფონდების ხელმძღვანელი პირების ნანა ჟორჟოლიანის, ალექსანდრე ცკიტიშვილის, ლაშა არველაძის, გუგა ხელაიას და მარიამ ბაჯელიძის ფაქტობრივ და რეგისტრაციის მისამართებზე არსებული საცხოვრებელი სახლებისა და პირადი ჭხრეკების თაობაზე, რომლის საფუძველზეც საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთობლივ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ.